ბაკის პანთეონში საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ეროვნული გმირის საფლავზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თია ახვლედიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ჟიული შარტავა მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს. ვერაფერი დაგვავიწყებს გმირებს, რომლებიც არ შეუშიდნენ ბედის წერას, ამაყად შეხვდნენ მას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ემსახურნენ აფხაზეთს ღირსებით და ზუსტად ესეთი ადამიანი იყო ბატონი ჟიული შარტავა. ჩვენ გვაქვს დიდი ფუფუნება ჩვენს თაობას და ზოგადად ქართველებს ყავდეს ესეთი ეროვნული გმირი. 1993 წლის 27 სექტემბერი არის ძალიან დიდი ტრაგედიის დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში. და მე მიმაჩნია, რომ ამ დღეს განსაკუთრებით გასააზრებელია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობას, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობას, ერთიანობას და რა თქმა უნდა სამართლიანობას. ჩვენ გმირებს ჰქონდათ ოცნება, რომ ეცხოვრათ ერთიან საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად აგვისრულდება.